ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ რუსთაველზე, სადაც დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ აანთო საახალწლო ნაძვისხე. აქ ფაქტობრივად მოცემული გვაქვს ის ორი სივრცე, რომელშიც ჩვენ უკვე წლები ავცხოვრობთ. ერთი არის საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ შექმნილი სივრცე, სადაც ის ზეიმობს და ფიქრობს და სავარაუდოდ რაღაც ნაწილს აზეიმებს უკვე ახალი წლის დადგომას და იქვე სიახლოვეს არიან მოკლედ პროტესტის მონაწილეები. ჩვენი ჟურნალისტი მარიკა ბოლქვაძე ახლა შემოგვერთდება ადგილიდან, ის დაახლოებით რუსთაველის ძეგლთან დგას და გვეტყვის ახლა რა ხდება ადგილზე. დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მეორე მხარესაც რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერმა კახაკალაძემ დღეს საზეიმოდ გახსნა საახალწლო სოფელი და აანთო ნაძვისხე. ოპერატორს ხო ახლა კადრში გაჩვენოთ ის, რაც ახლა აქ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საახალწლო სოფელი, პროტესტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია აქ სიტუაციას. მოქალაქეები არიან შეკრებილი, რომლებიც ბანერებით ახლა აპროტესტებენ იმ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება. თქვენ შეგიძლიათ ახლა წაიკითხოთ ის გზავნილები, რომლებიც ახლა მოქალაქეებს აქვთ კახაკალაძის და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა საზეიმოთ ამ ნაძვისხის ანთების სანახავად მოვიდნენ. კითხულობთ უკანონო მშენებლობით სავსე ქალაქი, კორუფციით სავსე ქალაქი, მშიერი ბავშვობით სავსე ქალაქი. ეს ის გზავნილებია, რომელიც ახლა მთავარი სათქმელია მოქალაქეებისთვის, თბილისის მერისთვის. გეტყვით აგრეთვე, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი იყო საპოლიციო უწყებების მობილიზება, თითქმის ყოველ ნაბიჯზე ერთი საპოლიციო უწყების ერთი ეკიპაჟი მაინც იდგა და რამდენჯერმე მოვიდნენ პოლიციელებიც და გაეცაუბრნენ მოქალაქეებს და კითხეს რა იყო მათი აკყოფნის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც დარჩნენ ადგილზე და ახლა ასე გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, ასე მიმართავენ იმ ხალხს, რომელიც ახლა აქ საახალწლო სოფლის გახსნაზე მოვიდა. ახლა ვეცდები, რომ გავესაუბრო ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც ბანერით არის აქ წარმოდგენილი, უკანონო მშენებლობებით სავსე ქალაქი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. რომ გითხრათ ახლა თქვენი მთავარი სათქმელი რა არის? ფაქტია, რომ იმ საზეიმო ღონისძიების პარალელურად, რომელიც ახლა მეორე მხარეს არის და მიმდინარეობს და ვხედავთ, თქვენი სათქმელი გაქვთ. რა არის ახლა თქვენი აქ შეკრებილი ადამიანების სათქმელი? მე ამ ზეიმთან არაფერი კავშირი არ მაქვს, ვისაც რა უნდა ის იზეიმოს. მე ერთადერთი პრობლემა რასთანაც მაქვს, ის არის, რომ კახიკალაძე ყოველ წელს გვატყუებს, რომ ეს არის რაღაც სიკეთი თუ სისპეტაკით სავსე ქალაქი და ეხლაც გაბედა, რომ სულში ჩაეფურთხებინა ადამიანებისთვის და იმ ყველაფრის ფონზე, რაც ერთი წლის განმავლობაში თბილისში და საქართველოს ყველა ქალაქში ხდებოდა, ტერორი, ხალხის დაწამოლა, ქიმიური რაღაცა ფხვნილებით, ადამიანების ციხეებში დამწყდება, კორუფცია, უკანონო მშენებლობები, ახალგაზრდა ადამიანების ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო გარდაცვალება, რომელსაც მე უბედურ შემთხვევებად გვასაგებენ. აი ამ ყველაფრის ფონზე, რომ ამ ადამიანს აქვს იმისი სითავხედე, რო გითხრას, რომ ეს არის სიკეთის ქალაქი, ეს არის აი წარმოუდგენელი, არ ვიცი რა, ყველანაირ ზღვარს ხდება აბსოლუტურად და მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მოვედი აქ, რომ ვუთხრა აქ ათასობით ადამიანი დადის აი ამ რაღაცის გარშემო და მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ რეალურად რითი სავსეც არის ეს ქალაქი, აი ამ ბანერებზე შეუძლია წაიკითხოთ და ჩვენ ამოვედით რუსთაველის ძეგლთან, აქ ხშირად არის ხოლმე რაღაც საპროტესტო შეკრებები და გვინდოდა, რომ ეპიცენტრში ყოფილიყავით, პანორამული ხედი რო შევქნათ, გვინდა იმ კოშმარის, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ტროტუარი კი არა, აი ჰაერის ჩასუნთქვა რო აკრძალო, აი ბოლო ამოსუნთქვას პროტესტში დავხარჯავთ ჩვენ რა. მადლობა, თქვენ უსმენთ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ახლა ბანერით არის წარმოდგენილი. მოკლედ, რეალობა ახლა აქ ასეთია, რომ იმ ყველაფრის პარალელურად, რაც ჩემს უკან კადრში ალბათ ხედავთ, რომ ხდება, საახალწლო სოფელი გაიხსნა, რეალობა მეორე მხარეს სხვანაირი, ადამიანები აქ არიან მოსული იმ ბანერებით, მთავარი სათქმელით, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ისინი რუსთაველის გამზირზე პროტესტის მიმდინარეობისას აჟღერებენ, როგორც ვიცით, ისინი ახლა მთელი ამ ცერემონიის განმავლობაში აპირებენ დარჩენას და ჩვენებას და თქმას იმ მთავარი სათქმელის, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ნამდვილად საზეიმო ვითარება, რომ ქვეყანაში ადამიანებს უკანონოდ იჭერენ, უკანონოდ აკავებენ, უკანონოდ ასახლებენ სახლებიდან, ქვეყანაში უკანონო მშენებლობები, ამ ყველაფრის სათქმელად აპირებენ ახლა აქ დარჩენას იმისთვის, რომ გააგონონ თავიანთი ხმა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა საახალწლო სოფლის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე არიან მოსულები.